ადამიანები ცხოველებისგან რითი განსხვავდებით? ეგრე მაიმუნებსაც აქვთ კიდურები და დელფინებიც ლაპარაკობენ თავიანთ ენაზე. ოღონდ ადამიანები მაინც არ არიან. ან საერთოდ რისთვის ვიბადებით დედამიწაზე? ამაზე მეგობრებს, მასწავლებლებს, უფროსებს დავეკითხე და ბევრი განსხვავებული პასუხი მივიღე. მაგრამ აქედან არც ერთმა პასუხმა არ დამაკმაყოფილა. ამ ფიქრმა დიდი ხანი არ დამაძინა. მეორე დილით გამეხვიწა და სახის დაბანის დროს გონებაში რაღაც განაცდა. აზროვნებისთვის. ხო, აზროვნებისთვის. აი დაუკვირდი, ყველაფერს, რასაც ვუყურებთ, ვიმახსოვრებთ. ჩვენი თითოეული ქმედება დროის ნებისმიერ მონაკვეთში რაღაცნაირ გონებრივ აქტივობასთანაა დაკავშირებული. ტვინი ჩვენი ყველაზე დიდი იარაღია. ამიტომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ გავაძლიეროთ, ხო? უკეთ აზროვნება ადამიანს მაშინ შეუძლია, როცა კითხვებს ვამს, რატომ, როგორ, რისთვის, რანაირად. კითხულობს ან ფილმებს უყურებს. ეს ხომ გონებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ბლაგვიდანისთვის ალესვა. და შემეცნების, ანუ მეტი სწავლის სურვილი აქვს. მით უმეტეს დღეს, როდესაც ყველანაირი ინფორმაცია ცხვირწინ გვაქვს. მოკლედ, აზროვნების მთავარი ელემენტია შენი გონება მაქსიმალურად გამოიყენოს სამყაროსა და საკუთარი თავის შესაცნობად. დეკარტის თქმის არ იყოს, ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ.